და როცა უკვე გვიანი იყო, მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს, ეს ადგილი უდაბურია და უკვე გვიანია. გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ სოფლებში და აგარაკებზე და იყიდონ თავიანთთვის საჭმელი. ხოლო მან მიუგო, თქვენ მიეცით მათ საჭმელი და უთხრეს მას, გავიდეთ და ვიყიდოთ 200 დინარის პური და მივცეთ მათ საჭმელად, ხოლო მან უთხრა მათ, რამდენი პური გაქვთ? წადით და შეამოწმეთ. და როცა შეამოწმეს უთხრეს 5 და 2 თევზი. და უბრძანა მათ დაესვათ ყველა მწვანე ბალახზე რიგებად და დასხდნენ რიგებად 100-ით და 40-40-ად. და მან აიღო 5 პური და 2 თევზი, ახედა ცას, აკურთხა და გატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, რათა გაენაწილებინათ ხალხისთვის და 2 თევზი ყველას გაუნაცილა. და ყველამ ჭამა და გაცხა და ასწიეს ნარჩენები 12 კალათა სავსე ლუκმებით და თევზებით და პური რომ ჭამეს იყო 5,000 კაცი. და მაშინვე აიძულა მოწაფეები, შებრძანებულიყვნენ ნავში და წასულიყვნენ მის წინ ბეთსაიდაში, სანამ თვითონ გაუშვებდა ხალხს. და როცა მათ გაათავისუფლა, ავიდა მთაზე სალოცავად. და როცა უკვე საღამო იყო, ნავი იყო ზღვის შუაგულში და ის მარტო მიწაზე. და დაინახა, რომ შეწუხებული იყვნენ